ჩვენთანაც ვერთი. დიდება მამალთა შინაგან ერთსა ქვეყანასაც ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათქმელობა. ჯვარი გამოსახის პირველად აგებუზებმა შობის ამის, როდესაც ივანოვის წუწუდი ისავალობენ დიდება მამალთა შინაგან ერთსა ქვეყანასაც ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათქმელობა. ერთად ამკვიდროს დიდება მამალთა შინაგან ქვეყანასაც ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათქმელობა. გეოცოთ შობის უწყინვალეს დღესასწაულს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება ახალი წლის დღესასწაულებით იმდენად არის დაღლილი, რომ შობისთვის აღარ ასწავლია. ჩვენმა ქვეყანამ სარზეიმით იზეიმოეს ახალი წელი, უხვად შესწირა მსხვერპლი ახალი წლის კერპს, ცხენებით იჯრითა და ამის შემდეგ შობისთვის უკვე ენერგია აღარ დარჩა საზოგადოებას. აღარც საჭმელი შემორჩა სამწუხაროდ, მთელი წლის მონაგარი ზოგმა საახალწლო სუფრას დაახარჯა, ზოგმა კოჩი დაგლა, ზოგმა ინდეური მარხვაც დაავიწყდა და კარგათაც იმხიარულა. მერე ცხენზე შემოჭდა იჯრითა, ცხენის ფიტულები გამოფინა მთელ საქართველოში. ეს არის უპრეცედენტო და უაღრესად სამწუხარო შემთხვევა, აქამდე ესეთი რამ არ ყოფილა და ეხლა უკვე ჩვენმა ხალხმა ფიტულების გამოფენა დაიწყო. ანუ დაიწყო კერპების გამოფენა მთელს ქვეყანაზე. ასეთი მდგომარეობა იყო, აგვისტოს ეკლესიის დროს გახსოვთ, ცეცხლს რომ წყალი დაასხა და უთხრა, ეს არის კერპი. ამან თქვენ როგორ უნდა გიშოვოთ, აი მე მას რას ვუზამ. სამწუხაროდ და საუბედუროდ ჩვენს ქვეყანაში კერპთა ყოლისმცემლობაა გამეფებული. კი ვართ ეხლა მართლმადიდებლები და არ იქა უგალობთ ღმერთს და არ იქა ჩვენ მართლმადიდებლები ვართ. იქით მამა გაბრიელის საფლავთან მდგავართ რიგში, აქეთ დაზრებში, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ყველა ბედნაკლებად ვყიდულობთ ცხენის ფიტულს და ნალს, რომ იქნება რაღაცა გვეშველოსო და ცხენის ფიტულმა რა უნდა გიშველოს და რა უნდა გიშველოს. ეს არის კერპი. ბოლოს დადგა დრო, რომ ხალხმა გაიგოს ის, რომ ესეთი რამ არ შეიძლება და არა მარტო არ შეიძლება. რომ სამწუხაროდ ხალხი ამბობს, რომ შეიძლება ჩვენ დავდივართ ეკლესიაში, სანთელს ვანთებთ და თან ასტროლოგიური ნიშნებით აღნიშნავთ ჩვენს ცხოვრებას. ეს არის კატასტროფა, ჩვენი ზნეობრივი და სარწმუნოებრივი კატასტროფა. ამიტომ ჩვენ ვინც ვართ დედა ეკლესიის წევრები, ჩვენს ოჯახებში ხომ არ უნდა დაუშვათ ეს უბედურება. ზოგან ურჩული დგა, ზოგან ნალი კიდია, ზოგან გველი კიდია, ეს რა უბედურებაა კაცო, ამ გველს რა უნდა სახლში, ამ დალს რა უნდა, ამ ცხენს რა უნდა. ალბათ წელს ცხენები მილიონი გახდება, რადგან ცხენის წელიაო და არის კარგი იქნებიან ბიჯნიბეები, რომ გაუხარდებათ და დადგებიან და გაკიდიან ცხენებს მილიონებად. ეს ჩვენი ეროვნული ტრაგედია ამჟამად და ვინც ეკლესიის წევრები ვართ, ყველამ უნდა უთხრათ სხვებსაც, რომ ეს არ შეიძლება. ეს კერპთა ყოლისმცემლობა ღმერთმა შეიძლება რიშხვა მოგვივლინოს სამის გულისთვის. არა თუ ცხენის ფიტული სახლში ცხენიც არ უნდა შეიტანო ამ დროს, იმიტომ რომ პატარა თოჯიდაც კი და სათამაშო, რომ არ შეგერაცხო შენ კერპთა ყოლისმცემლობად, ქვეცნობიერად არ გაივლო, რომ დღეს ცხენის წელიწადიო, არ არსებობს ცხენის წელიწადი, არ არსებობს ვეფხვის და ასე შემდეგ, არსებობს წელი. აკურთხე უფალო გვირგვინი ამის წელიწადისა. აი ეს თუ არ დაინერგა ჩვენში, ჩვენ ვერ ვიქნებით მართლმადიდებელი ერი. ვიქნებით ფასადები, ფასადური სარწმუნოების ერი, ვიცხოვრებთ კარგად, ან და ვერ ვიცხოვრებთ კარგად, იმიტომ რომ ღვთისმშობლის ქვეყანა ვარ და ღვთისმშობელი არ გვაპატიებს ამას. შენ რომ ახლა კერპებს მიაგებდეთ ამას და იძახთ ღვთისმშობლის ქვეყანა ვარ, ვინ მოგითქმეს ამ უბედურებას? ვერა დავიფაროს ჩვენ ამ კატასტროფული უბედურებისაგან, წელს უკვე ჩვენმა ხალხმა კერპები გამოფინა საქართველოში. აქამდე ეს არ ყოფილა. ერმა დაამხო ლენინის კერპი, მაგრამ აღმართა ცხენის კერპი. მერე აღმართავს გველის, ხვლიკის და რა ვიცი, რა ჯანდება და რა ოხრობა, ეს საშინელება, ეს უბედურება. თუ ეკლესიას უჯერებ, დაუჯერე ეკლესიას, დაუჯერე პატრიარქს, მაგრამ უჯერებ რომელიღაც ასტროლოგს. რა კი ასტროლოგს უჯერებ? როგორ წაგივა საქმე? ეკლესიურად, ასტროლოგიურად, კითხაურად, ჯადოქრულად და ვაი ჩვენს პატრონს უბედურს. აი ეს ილია ტყუილად კი არ ამბობდა ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმერიო. აი მართლაც მასე ვართ გარეთ მხდალები, შიგნით ძლიერები, მოყრის ვერმცნობები და მოყრის მგმობები და ტყის ვერმცნობები. აი ამის გამოა ვიტანჯებით საუკუნეების მანძილზე, წლების მანძილზე,
აი ამ კერპებს რომ მივაგებთ თაყვანს და ხან ადამიანებს გავიხდით კერპად, ხან ცხენებს გავიხდით კერპად, ხან ხვლიკებს, ხან ფრონტოზავრებს და ასე შემდეგ. მრავალს დაესწარი შობას, მრავალს დაესწარი დამდეგ ახალწელს. მერთმა დაახოს საქართველოში კერპ თაყვანის მცემლობა თუ ცხენის თაყვანის მცემლობა თუ ჭირისა და უხრობის თაყვანის მცემლობა. მერთმა შეგვაგნებინოს ჩვენ რომ ეს დიდი ტრაგედია, ეს არის ჩვენი ეროვნული უბედურება. წელს უკვე მოხდა ეს. და იქით წელს რა იქნება კაცმა არ იცის. მე მაგალითად წლევანდელი წლის მეშინია როგორც მართლმადიდებელ მღვდელს. ვაიმე რა იქნება წელს. ღმერთმა სასჯელი არ გამოგზავნოს აი ამ ღიაკერ თაყვანის მცემლობისათვის. ეს უნდა იქადაგოთ თქვენ. იოანე ქროპირმა თქვა რომ მე კონსტანტინოპოლს ვერ გავწდი, იმიტომ მრევლი მოქმედი არ არის. იმოქმედე და იქადაგე და უთხარით ხალხს რომ არ შეიძლება ეს არის საშიში. ღმერთმა აკურთხოთ და მოგცეთ ძალა რომ ჩვენს გულებში იშვას ქრისტე და ღმერთმა აღგვიდგინოს ჭეშმარიტი სარწმუნოება და მოგვაქციოს ქრისტეს სამოციქულო სარწმუნოებაზე. ჩვენ თანასწორად Ai, que